ნათლისღებას მორწმუნეები მრავალფეროვანი ტრადიციებით ხვდებიან. ქრისტიანები მდინარეში, ზღვასა თუ ტბაში შედიან, ისე როგორც სახარების მიხედვით მაცხოვარი მდინარე იორდანეში. მორწმუნეები ნათლისღებაზე იკრიბებიან ძამას ხეობაშიც, მუხილეთის მამათა მონასტერში, სადაც მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობს. მონასტრის წინამძღვარი წყლის კურთხევას 18 იანვარს გვიანღამით იწყებს. გამთენიისას კი მომლოცველებთან ერთად ცივ წყალში შედის, თუმცა ცივ ზამთარში ამას ბევრი ვერ ბედავს. გიორგი ქორქიამ გადაიღო ნათლისღება ქართულ იერუსალიმში. ადგილი, რომელსაც ქართულ იერუსალიმსაც უწოდებენ. ათობით მოქმედ დედათა და მამათა მონასტერში, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში აგებული, მართლმადიდებულურ დღესასწაულებზე წირვა-ლოცვა აღევლინება. ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე ნათლისღებაა. აქ უამრავი მონასტერია, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება და განსაკუთრებული წირვა-ლოცვა ნათლისღებას აღევლინება, ხდება წყალკურთხევა, წყალში შესვლა, თვითონ მოსახლეობაც ბერმონაზვნებით შედიან მდინარეში და იმ მადლისღებულობე, რაც დღესთან არის დაკავშირებული. აქ საკმაოდ ხშირი იყო მტრის შემოსევა, ამიტომ ძველი მონასტრების ნაწილი რთულად მისადგომ ადგილებშია აგებული. ხეობის საზღვართან მდებარე მონასტრების სიახლოვეს კი საგუშაგო კოშკები იყო ჩადგმული. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მუხილეთის მამათა მონასტერი. მუხილეთის ტაძარი განსაკუთრებული ტაძარია, ის არის მიახლოებით მე-19 საუკუნისა იყო საკათალიკოსო ტაძარი. მუხილეთიდან არის გადასასვლელი ატენის ხეობაში და იქიდანაც ხშირი შემოსევები იყო ხოლმე, ამიტომ ერთ-ერთ დასაყრდეს წარმოადგენს ქრისტიანული ტაძარი ამ გასაყართან. გურანა, აშო, მოდი. მოდი ჩემთან, მოდი. მუხილეთის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობს, მამა ანდრია. ამ უძველესი ტაძრის წინამძღვრობასთან ერთად ითავსებს ფერმერობასაც. ეს მისთვის ერთგვარი განტვირთვაა. ეს ყველაფერია ჩემთვის, რადგან ძალიან დიდი სიხარულია ჩვენს ტაძარში წირვა-ლოცვის აღევლინა, ასევე ის მცირე მეურნეობა, რომელიც ჩვენ ესე გვახარებს ცხოველებთან ურთიერთობა და ჩვენთვის ეს პრობლემა კი არა, რაღაც სიხარულის გზნობა არის, ალბათ ამის გარეშე ვერ შევძლებდი. ნათლისღების ღამისთვის მზადებას ბერი დილიდანვე იწყებს. პირველ რიგში მოაქვს წყაროს წყალი, რომლის კურთხევის რიტუალიც ღამე უნდა ჩაატაროს. წყლის განწმენდის რიტუალი ძველი აღთქმიდან მოდის, ძველი ებრაელებსაც ჰქონდათ ძველ აღთქმაში, რომ ადამიანი თუ მკვდარ შეეხებოდა ან არაწმინდა რამეს მიიღებდა, ის წყლით უნდა გამბანილიყო. ხოლო როდესაც იოანე ნათლისმცემელი გამოჩნდა, მან დაიწყო ხალხის მონათლა, ნათლისმცემდა ხალხს. ეს ნათლისღება არ იყო ცოდვათა მისატევებელი, სანამ იესო ქრისტე არ მოვიდა და თვითონ იესო ქრისტემაც ნათელი იყო იოანე ნათლისმცემელისგან. მამა ანდრიამ იცის, რომ საღამოს მასთან ბევრი სტუმარი მივა. დიდი თოვლის გამო გადაადგილება ზოგს უჭირს, ამიტომ ხშირად ხალხს მანქანით თავად ხვდება. მოდიან, რა თქმა უნდა, ხალხი რომ უხარიათ, ჩვენთან ყოფნა უხარიათ, ამ დღესასწაულის გაზიარება, დღესასწაულის სიხარული ჩვენთან ერთად უხარიათ და ესე თავდადებით მოდიან ხოლმე და ჩვენც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობთ, რომ დავხვდეთ, ან არ ჩავარდნენ სტოლში, ან რაღაც პრობლემა არ შემთხვევეს და დაბრკოლება გზაში და ამის გამო ჩვენც მზათა ვართ ხოლმე, რომ დავხვდეთ და მივიღოთ ჩვენი სტუმრები აქ მოსულები. წირვა-ლოცვა ღამე 12 საათზე იწყება და რამდენიმე საათს გრძელდება. ამის შემდეგ კი მონასტრის წინამძღვარი წყაროდან მოტანილ წყალს აკურთხებს. ყველაზე მთავარი სწორედ ამის შემდეგ იწყება. ეს არის მდინარეში შესვლა, რასაც ცივ ზამთარში ბევრი ვერ ბედავს. რა თქმა უნდა, სიცივეს განიცდის ადამიანი, მაგრამ ისეთი სიხარულია ეს ქრისტიანებისთვის და მართლმადიდებლებისთვის, ჩვენთვის თითოეული ადამიანისთვის ისეთი სიხარული, რომ აი გვიხარია, როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებ. მდინარეში პირველი მამა ანდრია შედის. მის შემდეგ წყალში შესვლას უკვე მომლოცველებიც იწყებენ.
ასე დროს, რა თქმა უნდა, დაშვებულია ცოტა სასმელის დალებაც. როდესაც ტემპერატურა მინუსზე ჩადის, შეიძლება ითქვას ეს სასურველიცაა. ჯერ წყალში ჩახვა რაღაც აოცარი სიცივე შემოდის. თავსაც არ ეტიანებს თუ არა ხარ მიჩოული, მაგრამ რო ამოდიხარ ისეთ სიხარული არის, სითბოს გზნობ, რომ აი მე ახლა სულსველი ვარ, მთელი ტანსაცმელი სველია, მაგრამ საერთოდ არ მცივა პირიქით. შეიძლება მეორე კუნძულზე ჩავიდე წყალში. და ქრისტე შეგვიმოსიეს ალილუია. ბიჭებო, იგალობეთ, ვისაც შეგიძლიათ, იგალობეთ. ესასაულია დიდი.